მონატრებული პროექტი საქართველოს ფანოღის მეორე სეზონი იწყება. გისმენთ. Sobara goradagi bu adaralekası gibi gero Gogoche musikaru aradisa da vazispero მონაწილეები საქართველოს ყველა კუთხიდან. ვინ გადალახავს შესარჩევს? მე მიყარ ხარდა ყოვშენ გენდარები ლეილიმლე კარგად მახსოვს მე ის დღე 21 მარტიდან კარგად მახსოვს ის სამი აღარ ვდირი მე თუ გამიღიმე ყოველ შაბათ კვირას ძვიმს დაშავად შეღებინა მთები მენასთან პრობლემები არ გვაქვს იმდენად მაგოძე წელ რომ ღიმილი დავუჯო თვალი საღამოს 7 საათზე ჯიმი აჯა გადა Hareket kino shirime usev rom gigalato ისევ მიდიხარ ისევ შორდები Dakari sherali karavana ნაცრისფერი ყვავილებით მოგირთავ მინდორს Mitkan sad gedzego Mitkan sad akhar Tu siqvarul satamartbe Ar mogdebi arasode ციდანს ვივაფრანდები გავიდოთ თქვენს გულებში ერთად ვინადე გავიხარო საქართველოს ფანოგი კომედიარზე საცხოვრობს ბიჭო ეს შენი შეყვარებული ნახევარი დღეა მომდივარ არა ბენზინი კი არ მენანება კაცო აი აქ ცხოვრობს ამ მოსახლეებში ან ცოტას ნერვიულობ გაჩერდი ბიჭო რაღა ნერვიულობს მეტათამაზას ჩვენი სიმღერით დათუკვავს ბულაგიდან გამოყვანილი და მაგას ვერ გამოვიყო გაჩერდი ბიჭო თავი შეიგავეთ ახლა სამუსი შეგვიძლია ჩემი გარდი დგირილი შენ ხარ ჩემი სიმღერა და ხიმილი ოცნება სიცოცხლე მინდა იცოდე მინდა შენთვის უცეცხლოდაც ვიწოდე ჩემთვისაც ამ თვალების ფერია შენია დაკამოდე რაც მიმღერია სავაშღერეს ნოტი შენ ხარ ჩემი სიყვარულის ჯეროდი ხოლოდ შენთვის სავაშღერეს ნოტი შენ ხარ ჩემი სიყვარულის ჯეროდი ჩემთან მიღავ ჩემთან ერთად იარე და გავიწყებ ნახველსა და აღიარებს გჯეროდეს ეს გული შენთვის ფრიალებს რაც მაგინდა შენთან ერთად გავიყო რა მოეთეთ შენთვის გულის მთვარეო დამატფე ვამღერე გამახარეო ხოლოდ შენთვის სავაშღერე შენ ხარ ჩემი სიყვარულის ჯეროდი ხოლოდ შენთვის სავაშღერეს ნოტი შენ ხარ ჩემი სიყვარულის ჯეროდი შენ ხარ ჩემი სიყვარულის ჯეროდი რას მიგდი გაჩერდი ბიჭო დაძარი კაცო ეს ვინ არის ამას პოლიცმაისტერი შეყვარებია გადაიღე მაგაც გაჩერდი ბიჭო გაჩერდი ებიჯო გავიდა ზამოდი ბიჭო შარის თავი მაგ ბიჭო სიხე მინდა და უბედურობა
ვეძებოთ. როგორც ხედავთ, ტრიო ხართ თუ ერთი მეგობარია? მახოს მოიწე. რა უნდა გვიმღეროთ? რა ხალხურ სიმღერაში ვარჩიეთ ლალე. თქვენ ანუ ისე უბრალოდ ესე მეგობრები ხართ ღერის თუ რაღაც გაქვთ? არსებული ტრიო ხართ? არა, არსებული არა, ეს მოყვარულები. მოყვარულები. ძალიან საინტერესო. ლალე რა ლამაზად შემოსულა გიორგოვი თეო ლალე რა ლამაზად შემოსულა გიორგოვი თეო ლალე ლალე რატომ არ გამომიარე მე რომ დაგიბარე ლალე რატომ არ გამომიარე მე რომ დაგიბარე ლალე საკვარისია მადლობა ეს ხალხური აი ჩვენ ჟანრში რამეს თუ მღერით ანუ ამ ფანობის ისე დღეში რა მიგანგალობს ყველაფერი პროექტის აი ეგ ხმას აკირკირებს ვიბრაციას ასვლა გაშევარიშა ხმას აკირკირებს როგორც ყველა მუსიკალური ტერმინი ეგეც იტალიიდან ეს არის ძველი ლათინური ტერმინი ძველი ლათინური ტერმინი შეგიძლიათ რამე გვიმღეროთ აი ფანოღური არი ნერვიულობთ რატო ნერვიულობთ რამე ყველაზე ხადიაში რაც აი ეს რა ხადიაში ოვაგანავს და იუღერას ოფან განგოს და სამხმაში თან ცეკვა იყოს დანიშნულებაა არა რა ოფა განგავს და რა იყოს ვიშა ჯობია მოვემზადოთ და ეხლა ამ ეტაპზე სხვას მივცეთ ჩანს იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი ხალხია მართლა გასწრებული და უფრო კარგად არის ამ ეტაპზე მომზადებული რაც თორე გული არ უნდა დავუჭდეს კი ბატონო მადლობს რომ მოგზავნით პირველად რომ ვერ გავედი ეს არის ჩემი დაუდევრობის ბრალი მე ვერ გიმეცადინე მე ვერ გავაკეთე აი ეს თორე ჟიური შესანიშნავი ჟიურია და სამართლიანი და კაი ჟიურია მაგრამ ეს ჩემი ბრალია ძალიან მიყვარს კომედია არხი და ვერ ვშორდები რა ვქნა ეს არის ჩემი ისა და ვეცდები რომ გავამართლო და გადავიდე მეორე შემდეგ ტურში მე უნდა ვიმღერო სიმღერა ბაღდათი აფხაზეთიდან ვარ მაგრამ ბაღდათს ვმღერი ამ ბოლო დროს ქართველები სად არის რომ არ არიან უცხოეთის საზღვრებს უკვე წარამარა გადადიან მე ჩემ თავად დავჯერდები რაც უღლისგან მაბადია ჩემი ბუდე ჩემი კერა მშობლიური ბაღდადია ბაღი ბაღნარია ბაღდადი ქართულია მისი სული წესითა და ადათი კაი არ დავიწყო კიცხება და გამათი თელ ქვეყანას მირჩევნია მშობლიური ბაღდადი საკვარისია მადლობა მე კიდე რას გვიმღერებ თუ არაფერი არ გაქვს ისე შეიძლება უმუსიკოთ რა თქმა უნდა სულბადარა ხარ სულციცკნა გევხარია და გულს ისეთი მომხიბლელი ხარ სულ შენთან ყოფნამ სურს ნუ მიჯავრდები პატარა და ნუ მისერავ გულს მე შენთან ჩხუბი კი არა და კლავსი ღვარული მსურს პატარა ჩემო პატარა გოგონა ჩემო პატარა იმედო ჩემო პატარა მე რომ მეიცი რას ვფიქრობ მეორე ტურში შეგვიძლია კიდე მოგისმინოთ მაგრამ ძალიან რთული იქნება მეორე ტურიდან უკვე ფინალში თქვენი გადასვლა ხო იმიტომ რომ პედაგოგთან ვიმეცადებ აფხაზეთში ვიყავი და ხო მე ვიცი რომ აფხაზეთიდან ხართ ხო და აწი არ წავალ და ვიმეცადებ დილა საღამოს შუათვე არ იქნება ჩემთვის კაი მივცეთ შანსი მაშინ არა ხო უბრალოდ მე იქნება წინასწარ ანუ გაფრთხილებთ რჩევას გაძლევთ რა ვიცი როგორც იდაცემია იქნება რთული კი იმიტომ რომ გადარჩეული ხალხიდან კიდე უნდა ავარჩიოთ კი კაი გაიხარეთ მე დაგლოცოთ და რა ვიცი ვცდილობ რომ კაი სიმღერა ხო თქვენ ბრძანდები გიორგი ახალკაცი 28 წლის დოესი საბერძნეთიდან ხართ
საბერძნეთიდან. სად არის დოესი? ხო, საბერძნეთშიც არის დოესი. მართლა? თუ ის ათენია. კარგი, გისმენთ. გეოგრაფიაში ძლიერი. კარგად მახსოვს მე ის დღე კარგად მახსოვს ის სამი ჩემი ბედის ვასკვლავი მე რომ შენში ვიცანი გაზაფხული რად დადგა რად დაგვიდგა სამათარი ედი ზოგჯერ არც გვინდობს ქვეყნა და სერად არის ზავალ სანთლებს დავანათე ღმერთს დაუნთებ ისანათებს მე ღმერთს შევევედრები არ გვაშოროს ერთმანეთს მადლობა დიდი. მე მგონია რომ რაღაც აშუღური არის თქვენში და ჯერ უნდა გამოვიკლო ვისი სიმღერაა ესა? შაბიკოვი. კარგია მეორე ტურისთვის მე ვფიქრობ რომ ღირს რომ მოусმინოთ მეორეთაც. კი აზიური ნაწილი საკმაოდ საინტერესოა მე მგონი საქართველოს ფანებში. იცი რა ცოტა დამაჯერებლობა გაკლია, მაგრამ ეს შეიძლება ნერვიულობის ბრალია. შეიძლება იმიტომ რომ არასდროს ამოვედით აზიაში. პირველადი ვარ დღეს გამოვედი და რა ვიცი. ხო, აი რაღაცა ბოლომდე ვერ ხარ დარწმუნებული იმ ჩახუჭუჭებებში, არა და ეგ ძალიან ისე თავისუფლად უნდა გააკეთო წესით. ანუ ეგ ცოტა იქ ბუნებრივობები ჭირდება და შეიძლება ნერვიულობის ფონზე იყო ეხა და შეიძლება, იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილი ვარ და პირველადი ვარ ეს სცენაზე. მოვე ჩახუჭუჭებებზე თქვენ მუშაობ და ჩვენ შემდეგ ტურში მოგისმენთ. გარანტირებული გაქვთ. აი დიდი მადლობა მოგწანდით ნახვამდის. მოგესალმებით, მე გახლავართ მზევინარ ბოქვაძე, ქალაქ ბათუმიდან შეგისურვებთ მუგზარ სტურვას ლალეს. გისმენთ. სხვა რამე ან აკაპელაში ან სხვა ჟანრის სხვა რაღაც დარდიმანდული სულ პატარა ხარ სულ ციცკნა გევხარია და გულს ისეთი მომხიბვლელი ხარ სულ შენთან ყოფნა მსურს ნუ მიჯავრდები პატარა და ნუ მისერავ გულს მე შენთან ჩხუბი კი არა ლავსი ყვარული მსურს. გასაგებია. მადლობთ. მე თავ შევიკავებდი სამწუხაროდ. ზეინარ, მე ვფიქრობ, რომ უნდა მოემზადოთ უფრო კარგად და მე უნდა მოხვიდეთ შემდეგ სეზონზე. ოთარ ასე. მეც მგონია რომ ეგრე იქნება უკეთესი. რომ ვერ გადავედი? სამწუხაროდ ვერა. მოემზადოთ. ნახვამდის. მადლობა ნახვამდის. მადლობა. მე ვარ ცინაცინა მანუკიანი. დავიბადე გავიზარდე კურორტ აბასუმანში. ესენი ჩემი შვილები არიან ჩემთან ერთად. დამთავრებული მაქვს მუსიკალური სასწავლებელი საგუნდო სადირიჟორო განყოფილებით. მთელი ჩემი ცხოვრება 50 წლის ხვდები, სულ მღერი ვარ. მღეროდი, მუშაობდი რესტორნებში. ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემები, საერთოდ კომედია არხის. ჩემი შვილების სურპრიზი იყო, რომ დამარეგისტრირეს საქართველოს ფანოხში და მოვედი.
რესტორნებში უკრავდი მღეროდი, საერთოდ საგუნდო სადირიჟორო მაგ დამთავრებული მყავდა ანსამბლები კახეთში, გურჯაანში. ესენი ჩემი შვილები არიან, ჩემი შვილებიც მღერიან. უფროსი გოგო მყავს 29 წელს, ისიც მღერის. მათთან ერთად ყოველთვის სამხმიან სიმღერებს ვღეროდით. უკრავ ზოგიერთ ქართულ ხალხურ საკრავებზე, თვითონ იამახაზე უკრავ, ღერი ვარ. ავიცი ცოტა კინეულ ადგილსაც მინდა შევეხო ის, რომ სახლი არ გვაქვს, კარი არ გვაქვს, მაგრამ გულს მაინც არ ვიტეხავ და სიმღერით ვარსებობთ, რასაც გედა. დღეს ერთი სურვილი მაქვს ის, რომ ერთი-ორ სიმღერას ვიმღერებ და ჩემ გოგოსთან ერთადაც მინდა რომ ერთი სიმღერა შემოგთავაზოთ. თინათინ მანუკიანი. მე დიაზიდიკური სიმღერას მღერი ვარ, ისევ მიდიხარ. კი ბატონო. ისევ მიდიხარ, ისევ შორდები, ისევ შევბაღამე. არასოდეს განმეორდები, ხედავ მითოლიან ზამე. არასოდეს განმეორდები, ხედავ მითოლიან ზამე. ხარ მშვენიერი დასასწაული, შენთან მე ცოცხლავ სურდეა. აღუსებელი ხარ საზღაული, ლანდად დაგდევდი მუდა. აღუსებელი საყვარელი გასაგებია, მადლობა. დიდი მადლობა. კიდე გვინდა რომ გვიმღეროთ. ეს ხა უკვე მეორე რა ეს შვილთან ერთად. ჩემო პატარა გოგონაც მაქვს მოტანილი და გინდათ ჩემ გოგონასთან ერთად გიმღერებთ, რაც ქვეყანაზე ვარსკვლავებია, თუ შეიძლება. თქვენ შვილთან ერთად შეასრულებთ ამას? კი ბატონო, მოვიდეს. შეიძლება. გამარჯობა. 22 წლის ეს მომღერალი მოწებავე შვილი. სასიამოვნო. მისმენ? რაც ქვეყანაზე ჩართული იქნება კი. რაც ქვეყანაზე ვარსკვლავებია ანადებს, მაგრამ ჩემს გულში უსასრულო ნელა და ბნელა. ქვეყნიდან თიაბ წინვალება შენი თვალები, გამოანათე ჩემო ვნათო გემუდარები. ქვეყნიდან თიაბ წინვალება შენი თვალები, გამოანათე ჩემო ვნათო ქალბატონო, თინათინ ძალიან საინტერესო ხმის ტემბრი გაქვთ. კარგი. საგუნდო სადირიჟორო დამთავრებული და ბანებში ვღეროდი. კარგი ეს, ანუ უნდა მეთქვა დაბლები გაქვთ, ძალიან კარგად გიჟღერთ. მე მოგისმენთ მეორე ტურში სიამოვნებით. ძალიან დიდი მადლობელი ვარ და ძალიან გამახარეთ. ჩემი ცხოვრება მუსიკა არის და მუსიკით მინდა რომ ვიარსებო კიდევ. კი ბატონო. დიდი მადლობელი ვარ. მადლობა. ნახვამდის. რა უნდა გვიმღეროთ? რობერტ ბაძემაშვილის გულმართალი კაცი. ფონოგრამით თუ? კი ბატონო, გისმენთ. მართალი კაცი მიყვარს სიგეთის გზით ანთებული, მეგობრისთვის გზადახი დამგადებული. არაფერი არ მებადა სიმღერის და ლექსის გარდა, მეგობარი მე ყოველთვის გვერდით მყავდა. მე სიცოცხლე დამიჯერეთ მისთვის მინდა, ვიმღერო და სიყვარულში გავიხარჯო. მე დავიდოთ თქვენს გულებში ერთხმად ფინაზე გაიხარო. მე სიცოცხლე დამიჯერეთ
ჯერეთმისთვის მინდა ვიმღერო და სიყვარულში გავიხარჯო მე დავიდო თქვენს გულებში ერთხმად ფინადე გავიხარო მადლობა, გასაგებია. რა ვიცი, კარგი და დადებითად მოსმენი იყო ეს ყველაფერი ესე. და დარწმუნებული ვარ იცით ხო სიმღერები, ანუ ამ მიმართულების ბევრი, რომ შემდეგ ეტაპებზე არ გაგიჭირდეთ. კარგი, მაშინ რომ მეორე ტურში, ნუ გელოდებით და წარმატებები. დიდი მადლობა, გაიხარეთ. ნახავთ. ზალი 21 წლის. ზალი მოყვარული ხარ თუ სადმე თქვა სიმღერი ანსამბლში ან სადმე? არა, თვითონ სწავლე. თვითონ სწავლე ძალიან კარგი. თვითონ სწავლე ხო, მაგრამ ანუ სადმე ხო არ მღერით ახლა? არა. ხალხურ სიმღერებს? ხო, ალბათ ხალხურ სიმღერები. ფანდურით მივხვდი. შენ? მე მივხვდი საკიდით. რა უნდა გვიმღერო ზალ? ისევ დაჭკნება. ისევ დაჭკნება? სიყვარული თუ ყვავილები? აი ამას სწორედ თუ არ ვწდები, არის ფანდურის საკიდი, არის ტრანზიტის კი, რემენი, ღმედი. ხო? ჩემი აკეთებული. ხო, არა, მაგითო დავსვი. აი, ამ handmade-ია, ნო. კი ბატონო, ხელთ ლაკეთი საკიდი. კი ბატონო. გისმენთ. ისევ დაჭგნება ექსილამაზე როგორც ჭკნებიან ბახში ვარდები ათასჯერ გიმღერ ბულბულის ხმაზე ერთხელ ხომ მაინც შეგიყვარდები ათასჯერ გიმღერ ბულბულის ხმაზე ერთხელ ხომ მაინც შეგიყვარდები კიდევ ერთი თუ შეიძლება მე შედის უწერდი ლამას დერიქონებს ყველაფერს ლამას შენ გადარებდი გიკრებდი ვარდებს და ის გონებს მეგონა შენს გულს გავახარებდი შაუმერც ხალივიდე შორს გამიფრინდი უშენოდ დამრჩა კლაუსი მარტოვე მადლობა. შენ ვატყობ რომ მოგწონს ანუ ეს მთის ფოლკლორი რაღაცა იქეთ ხო ესეთი სიმღერები. მთისკენ მივიწევთ აშკარად, კი. და ფანოღური სიმღერები რამე არიცი? ყველა სიმღერი და რა ვიცი. აი მაგალითად ინსტრუმენტის გარეშე, ყველაფრის გარეშე პატარა რაღაცა, როგორ ინსტრუმენტის იყოს. არა, ფანდურზე შეიძლება ცოტა რთული იყოს. შეგიძლია რამე გვიმღერო? აუ, ვიმღერებ. რამე ნებისმიერი, განსხვავებული. ანუ ეს ჟანრი არა, ეხლა რაც გვიმღერე გასაგებია ეს. არა ხალხური. ხო, რამე ისეთი რა, საკეიფოა. დარდი მანდული. არიცი არაფერი. კი ვიცი, მაგრამ ეხლა მე მაინც ფანდურზე მღერი ვარ რა. მაშინ ძალიან გაგიჭირდება ამ პროექტში შენ მოღვაწეობა. არა მგონია. აბა ფანდურზე მღერი ხარ მარტო? ხანერ სიმღერას არ მღერი? ეხლა წამოვიდი მომზადებელი. ხო, მაგრამ ხა უნდა მოგისმინოთ როგორ მღერი სხვანაირ სიმღერებს. მე წაგვიმღერე რამე. ანუ ის რომ მეორე ტურში მქონდეს საშუალება რომ იმღერო ჩვეულებრივი საქართველოს ფანოღის ერთ-ერთი შედევრი. ამისთვის საჭიროა შენ იცოდე ის ჟანრი რომელიც ჭირდება ამ პროექტს. იმიტომ რომ აქ იქნება რამდენი ეტაპი ხო ხალხურ მოტივებზე რაღაცა. ხალხური შეიძლება იყოს ერთი ტური ამ პროექტში. ერთი შაბათი. როცა მოვემზადებით, მერე მოვიდეთ და მერე მაშინ ესე უნდა ვქნათ. ესე უნდა ვქნათ. ჩვენი განსაწყობია. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით.
გამარჯობა. გამარჯობა. გია ღვინიანიძე. ვერ მოასწარით მომზადება თუ ტექსტით რატო ხართ მოსული? დაბნეულობით შეიძლება ვერ იმასვიდა. გასაგები. ნერვიულობთ. რუსთავიდან, ესე იგი, რუსთავიდან შემოგვიერთდნენ მეგობრები. ძალიან კარგი. საქართველოს ფანოღი საქართველოს აერთიანებს ოთო. ნახე რა სლოგანი მოვიფიქრე უცებ. სლოგანი მოვიფიქრე. და ეს ახლა გრაფიკულად რა დავამზადოთ? სლოგანი. როგორ გაიმეორე ესე იგი საქართველოს? საქართველოს ფანოღი საქართველოს აერთიანებს. რა უნდა გვიმღეროთ ბატონო გია? აი მე ფაიდონე მაქვს მომზადებული თონე. ფონოგრამით. გისმენთ. ფაიდონე მეკშენი ბილი მინდა რუსავი შემოადარო ძველად ერთი შენს გამომგები ვალები დარში დრო გავადარო ძველო მიალგნევ შენს გამომგები ძველი რუსავში დრო გავადარო იცით რა თქვენ აცდით ფონოგრამას და იყავით ერთი ტაქტიკით. ხო, ახლა ისე ვარ, მართლა მე მგონი გამოტიჩული ვარ, მოკლედ. ხო, და არის ნერვიულობთ. რატო ნერვიულობთ? სადმე მღერით? თუ სახლში? არა, სახლში მღერი ახლა და ადრე მღეროდი ეს. დიახ. უძინა ახალგაზრდობაში და ახლა არა. ანუ სმენასთან პრობლემები არ გვაქვს? იმდონად არა. მაგრამ ახლა ამას აღარ უგვირდებოდი, აღარ ძალიან ხო, ასე იმდონაზე რომ გადავირინოთ და ოფერქდეთ. არა, მაგრამ პატარა. ბატონო, აკაპელა შეგიძლია თუ ფონოგრამის გარეშე რამე გვიმღერეთ პატარა? მონაკვეთი. რა ვიცი, აკაპელა ახლა მაგდონია. ჩიტიგვრიტი რაღაც ასე. კი, ბატონო. მიკროფონში რა? მიკროფონშია უმჯობესია. ჩიტიგვრიტი მოფრინავდა უნანინა მეშროშანი მეგონავო უნანინა გამიფრინდა ჩიტიგვრიტი უნანინა ჩემი გულის მარგალიტი უნანინა ბატონო გია, მე ვფიქრობ, რომ თქვენ არ ხართ მომზადებული ამ სეზონისთვის, თუმცა გაქვთ კარგი ხმა. არა, ხო, ისეთი სასიამოვნო. ხო, ესეთი ხმა არ გაქვს, მაგრამ ხმა გაქვს. მე ვფიქრობ, რომ უნდა მოემზადოთ. კი, არა, ჯობია, რომ კარგად მოემზადოთ. და ჩვენთან ასაკიდან შეზღუდული არ არის. ხო, რა თქმა უნდა. მოვდანდით შემდეგ სეზონს. ანუ ასაკი შეზღუდული არ არის, შემდეგ სეზონს 10 წლის მე აპირებ თუ ანუ რატო? არა, ეხლა დავხედი ასაკს ხო მართალია. შეგიძლიათ მომზადოთ შემდეგ. 20 წლის მერე 80 წლის. კარგი მომზადებოდეთ, კარგი. წინა სეზონზე ვიყავი მოსული საქართველოს ფანოხში 2014 წელს. რუსთავი 2 მიყვარს ძალიან, მაგრამ ერთმა პიროვნებამ ძალიან დამჩაგრა. ანუ არის ვახო ბიჭიკაშვილი. რომელმაც მარტო სილამაზეს უყურებს, მაგრამ ნიშს არ უყურებს და იმედია, რომ ადამიანი უნდა შეაფასოს სილამაზით კი არა ნიჭით. ყველაზე ძალიან რუსთავი 2-ში მიყვარს ვახო ხაკაზე, ბატონი მალხაზი მიყვარს და ვასო მიყვარს და ისა არაბიძე მიყვარს ნიკა. მიხარ სად გეძებო მითხარ სად ახარ მითხარ რად მაწვალებ უგულო რად ახარ არ ვიცი ღრუბლებმა რად ჩამოგვიარა რატომ გაგვიჩინა ჩვენს გულში იარა ბედმა რად გვარგუნა ჩემში მე წმინდა სიყვარულს რომ გეფიცებოდი უშენოდ ვერ ვძლებდი როცა გშორდებოდი გახსოვს რომ სიყვარულს შენც მეფიცებოდი შენც ხომ ვერ აძლევდი როცა გშორდებოდი სულ შენზე ვფიქრობდი სულ მონატრებოდი მე ჩვენ სიყვარულში ვიწოდი ვდნებოდი შენ ჩემზე ფიქრობდი შენც მონატრებოდი ორივე ვიწვოდით
ორივე ვდნებოდით მითხარ სად გეძებო მითხარ სად ახარ მითხარ რად მაწვალებ უგულო რად ახარ არ ვიცი ღრუბლებმა რად ჩამოგვიარა რატომ გვაზია მადლობა კიდე მოვისმინოთ მოდით ქალბატონი ინგა რომ გადავიყანოთ პირდაპირ იმ ტურში რომელიც ტუინდანაც არ მეცა შანსი პირველ სეზონზე ხო? ხო იქნება ეს სწორი ანუ თუ ნახოთ როგორ რა წინსვლები გვაქვს ამ წელს არ იქნება სწორი არ იქნება სწორი კი ბატონო იმიტომ რომ თანაბარ პირობებში უნდა ჩავაყენოთ ყველა მონაწილე არა კი მაგრამ მაგაში გეთანხმები ხო რომ ეგ არ არის თქო ის მიზეზი რომ რადგან ეს არა მე ვიხუმრე ეს განხილვათაც არ არის უბრალოდ მე ცოტა ისეთ სახე მიიღე რომ ვიხდეთ მოდი რაღაც სამეთურში ფინანსში თუ არა მე მინდა რომ მეორე სიმღერას რამე წაგვიმღეროთ კი ბატონო მეორე სიმღერაც მაქვს მომზადებული ანუ მეორე სიმღერაც ვიცი აჩკო ფარეძის სიმღერა არის მოდიხარ ჩემსკენ შენაზად ანუ პირველი სიმღერა რომ კი ბატონო გისმენთ მოდიხარ ჩემსკენ შენაზად ვერაფერს გიმალავს კაბა ნაცნობი სურნელი როგორ მომენატრე ტუჩები ეხება ტუჩებს და შენი სუნთქვანაზი მინდა რომ სმარში ცოტა შემიშალმა პატივი საერთოდ გადაკითხული მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ გადამიყვანთ ქალბატონო თამუნა იცით რომ არ ვარ მის არ გაგიცნობთ ნამდვილად იმედს ჩაწყობილია რა არ ვიცი ძალიან მიყვარხართ ბატონო მიშა თქვენ თამუნა მიყვარს ეს ყველა მიყვარხართ მაგრამ ქალბატონი თამუნა განსაკუთრებულად მადლობთ იმიტომ რომ ქალბატონი თამუნა გადაგიყვანს არა ყველა მიყვარხართ ბატონო რაზეა საუბარი მაგრამ ნუ ახლა ბატონი მალხაზიშვილი ხოლმე თავისთავად ხადე მაგრამ მაგაზე არ ალაპარაკ მაგრამ კი ბატონო ვასო მიყვარს ძალიან სხვათა შორის არაჩვეულებრივი აი ყველა მიყვარხართ ხო შეიძლება რომ ყველა მიყვარდეს კი რა თქმა უნდა ყველა კარგია მეორე ტურში მე მოგისმენთ კი ხო დიდი მადლობა იმიტომ რომ თან მე მახსოვს ხა არ ვფიქრობ რომ რაღაც ისე ბუნდოვნად კარგად გვახსოვს ჩვენ რა მოხდა ესე იგი თქვენ ამას ამბობდით და გული დაგწყდათ იმაზე რომ იყო ისე რომ ნინო არ იყო იმ ტურში თქვენ არა იცით რა არის მაპატიეთ მაგრამ რაღაცა მინდა ვთქვა უბრალოდ რომ ადამიანის სილამაზით და სახით არ უნდა შეაფასო ადამიანი ყოველთვის უნდა შეაფასო არა ძალიან კარგად გამოიყურებით თქვენ არა ვახობიჭი კაშულზე ის მეწყინა უბრალოდ რომ ბევრია იყო ესეთი პიროვნება რომელიც არ იყო გადასაყვანი და გადაიყვანა და მე დამტოვა ეს თქვენი გამომდინარე ფიქრობთ მაგრამ ის მალხაზიშვილი მიყვარს ძალიან ხალხად მალხაზიშვილი ალექსანდრე მე რო არ გადაგიყვანეთ ეხლა თქვენ არ გიყვართ ვიცი მე მაგრამ მაინც მე თქვენ მაინც საიდან იცით რამე იცით მე გეუბნები რომ მიყვარხართ მეთქი და ეხლა სიყვარულის სახსნა მე მგონი არ არის ცუდი ხო და ჯერა არა არაფერი წინასწარაკეთეთ თქვენ ხო გეგონათ რომ არ გადაგედა აი გადაგიყვანეთ ანუ ბარაკა და ჯანმრთელობა ანუ ესე იგი ვიყვარხართ სამივე ერთად თქვა აბა ვიყვარხართ სულ ყველა მიყვარხართ თქვენი კომერი არის მიყვარს თქვენი მადლობ დიდი მადლობა გამარჯობათ გამარჯობა 18 ხო ზურაბ კვარაცხელია კასპი ძალიან აქტიურობს. კასპი აქტიურობს კი, ძალიან კარგია რომ არამოწუთ მილის. კი ბატონო, ძალიან კასპი. ძალიან კასპი. კასპორია ეს ყველაფერი. ძალიან კარგი უნდა. მოყვარული ბრძანდებით თუ სადმე მღერით? არა, მე დამთავრებული მაქვს სასწავლებელი ტექნიკუმი, საესტრადო და საცირკო. და ისე კი მიმღერია კონცერტები, ხალხურსაც ვერი. ეხლა რა უნდა გვემღეროთ? ეხლა ლაშაღლონტის მონატრები ხარ ფიქრებს. ფონოგრამით? კი. გისმენთ. კი ბატონო. ვეღარ და
მომაგრებს მომნატრები ხარ მეც მინდა გიმღერო საოცნებოში როგორ არ გითხრა ადრე რაც იყო როცა დაგხატე მზე დაგინახე და რაღაც დაიწყო გზად შენზე ფიქრი მდეს ეს გაზაფხულის წვიმა ვიცი გისველებს თმეს ვერ მომერიე უშენობას სადახარ შენზე ფიქრებში დამთენებია გაიგე ჩემო უშენო არ შემძლებია ნედავესწლები უშენო ზურაბ ფანოღურის სიმღერები თუ ვიცით ხო აი რამე გვიმღერეთ იქედა რასჯობია ქეიფსა და ლხენასა აცმა როგორ უნდა მოიწყინოსა დალიე და ლავერდი გადადი ვენაცვალებინს ბოლომდე დალია დალიე და ლავერდი გადადი ვენაცვალებინს ბოლომდის დალია დელი დელი დელასა შენ მირჩევნი ხარ ყველასა აბადელი ჰომოდელია დელასა რასჯობია ქეიფსა და ლხენასა კარგით გასაგებია მე მიცემდი შანსს ბატონ ზურაბს მეციეს ვიტყოდი და მე ვიტყოდი რომ უფრო მეტი სიმხიარულე იქნებოდა კარგი რომ შეიტანო თქვენს რეპერტუარში იმიტომ რომ და მანერაშიც იმიტომ რომ მაჟორულ სიმღერასაც რაღაცა მინორულად მოწყენილად ვღერით და არა ხმაზე იყო ხმაში ახლა განსხვავება მაგრამ სახეზეც რომ გამოხატოთ კარგი იქნებოდა რა მეორე ტურში გელოდებით მეორე ტურში წარმატებები ნახვამდის ია გორგოძე მოვიდა ოთო შენ ესაუბრე იმიტომ რომ ქუთაისიდან არის ეს ადამიანი ის და მე ვესაუბრე ინსტრუმენტი რომ მოვედით ესე იგი ინსტრუმენტი ვიცით თვითნასწავლი ვარ თუ სადმე თვითნასწავლი და ახლა წუთში ვგალობ ტაძარში ახლა რას გვიმღერეთ დავით კენჭაშვილის რეპერტუარიდან შეგისურვებთ შენ ჩემო დიდო ტკივითო დილადიანაო დისა ჩემო ვიმიდო ვიმიდო დარდიანაო დისა ჩემო ვიმიდო ვიმიდო დარდიანაო ასაწყობი? დიახ, აი შალახო. კარგად. კი. თორე ისე შევასვაგან იყო. ფანდური სხვაგან. კი. მოდი ფანდურის გარეშე გვიმღერე რამე. ეგ ჯობია, იმიტომ რაღაც ვაბნებს ინსტრუმენტი. ისე მოხდა, აქვია, მე საერთოდ არ ვიცოდი ამ კაცის შესახებ თუ აქ ვიყავ დარეგისტრირებული, ჩემს წას დავურიგე და გუში გავიგე რომ უნდა მოვსულიყავით თქვენ. ახლა ამ წუთში რამე ექსპრომტად თუ შევასრულე. დღეს გავიგეთ რომ მოდიოდი თქვენ. აი აქ რა შევასრულე. რა რაღაც უბრალოდ პატარა რაღაც მონაკვეთ შევასრულე. ხო. კი, ეგ ჯობია. ძვიმ შენს თვალებზე გამახარე დღეს კიდევ ერთხელ გამახარე მოდი და შენთან წამიყვანე ხუსულ ხელის გულზე მადარე რამდენი წიკითხოთ თქვენ ანუ თქვით რომ გალობთ ხო ეკლესიაში რომელი ხმა ხართ პირველი მეორე რა მოგცა ხა ამ ინფორმაციებში
არც არაფერი. გალობაც მაინტერესებს, მართლა მაინტერესებს. აი, არ გვინდა. ძალიან პატარა მონაკვეთი. გალობა, კაცო. არა, ძალიან პატარა მონაკვეთი თუ შეიძლება. უბრალოდ მაინტერესებს ამ აი, ერთ ხმაში როგორი გალობა. სად აქვს ყველაზე კარგი მონაცემები მუსიკალურად. უბრალოდ მაინტერესებს. აი, სულ პატარა მონაკვეთი თუ შეიძლება. ია, მე მინდა რომ მეორე ტურში მოხვიდე და ფონოგრამაზე იმღერო უფრო მომზადებულად რამე. მე მიჭის გადაწყვეტილებს მივება. ანუ ვერ დავინახე, ენერგია ვერ დავინახე ვერც ერთ. ხო და იმიტომ მინდა ფონოგრამით მოусვინო. მოდი ეგრე გავაკეთოთ. კი. ფონოგრამით უფრო მომზადებული, ეხლა ხო ვიცით უკვე რომ კიდე ვართ კასტინგზე მოსასვლელი. აღარ ვინერვიულად ფონოგრამაზე მოემზადოთ და უფრო დარწმუნებული ვიყოთ საკუთარ თავში. ხო? გელოდებით შემდეგ ტურში. გამოვისუნთქეთ და ესე გადავედი შემდეგ ტურში, მაგრამ მეორე ტური იქნება უფრო ესეთი რთული და მკაცრი გაცილებით. რა თქმა უნდა, კი. წარმატებას გისურვებთ დროებით. საცხოვრობს ბიჭო ეს შენი შეყვარებული. ნახევარი დღეა მოვდივარ. არა ბენზინი კი არ მენანება კაცო. აი აქ ცხოვრობს ამ მოსახლეში. ან ცოტას ნერვიულობ. გაჩერდი ბიჭო, რაღა ნერვიულობს მეტათამაზას ჩვენი სიმღერით დათვიყვავს ბუნაგიდან გამოყვანილი და მაგას ვერ გამოვიყავ. გაჩერდი ბიჭო. თავი შეიგავეთ ახლა სამუსით შეგულა. ჩემი დარდი დგირილი შენ ხარ ჩემი სიმღერა და ხიმილი ოცნება სიცოცხლე მინდა იცოდე მინდა შენთვის უცეცხლო და წვიწოდე ჩემთვისაც ამ თვალების ფერია შენია დაკამოდე რაც მიმღერია სავაშღერეს მოდი შენ ხარ ჩემი სიყვარულის ჯერბოდი ხოლოს შენთვის სავაშღერეს მოდი შენ ხარ ჩემი სიყვარულის ჯერბოდი ჩემთან მიღავ ჩემთან ერთად იარე და გავიწყებ ნაგველსა და ატიარებს ჯეროდეს ეს გული შენთვის პრიალებს რაც მაგინდა შენთან ერთად გავიყო რა მოეთეთ შენთვის გულის მთარეო და მათფე გამღერე გამახარეო ხოლო შენთვის ავაშღერე შენ ხარ ჩემი სიყვარულის ჯერბოდი ხოლოს შენთვის ავაშღერეს მოდი შენ ხარ ჩემი სიყვარულის ჯერბოდი შენ ხარ ჩემი სიყვარულის ჯერბოდი გასტ მიგდო ჩერდი ბიჭო დაზარი კაცო ეს ვინ არის ამას პოლიცმაისტერი შეყვარებია გადაირება კაცი გაჩერდი ბიჭო გაჩერდი ებიჯო დავიდე ზამოდი ბიჭო შარის თავი მაგ ბიჭო სიხე მინდა და უბედურობა
საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ზედაცელი. აბარა. მონატრებული პროექტი საქართველოს ფანოღის მეორე სეზონი იწყება. გისმენთ. Sobara goradagi abu adarale gısıgi bagero Gogoche musikaro paradisa davozi ispero მონაწილეები საქართველოს ყველა კუთხიდან. ვინ გადალახავს შესარჩევს? მე მიყარ ხარ და ყობშენ გენდარები ლეილიმლე კარგად მახსოვს მე ის დღე 21 მარტიდან კარგად მახსოვს ის სამი აღარ ვდირი მე თუ გამიღიმე ყოველ შაბათ კვირას წვიმს დაშავად შეღებილა მთები მენასთან პრობლემები არ გვაქვს? იმდენად არ. მაგოძე წელ რომ ღიმილი დავუჯო თვალი საღამოს 7 საათზე ჯიმი აჯა გადა არ გეწკინო შირიმე უცებ რომ გიღალატო ისევ მიდიხარ ისევ შორდები დაქრიშრალი ფარვანა ნაცრისფერი ყვავილები მოგირთა მინდოს მითხარ სად გეძებო მითხარ სად სადახარ თუ სიყვარულს არ წამართმევ არ მოგდები არასოდეს ციდან ვიფრანტები მე დავიდოთ თქვენს გულებში ერთად ვინადე გავიხარო საქართველოს ფანოგი